მოგესალმებით მეგობრებო, მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ რაბახა ადამიანი არ ვარ და ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივ გავანადგურებ ხოლმე, მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რაღაც, რომ ძალიან მიყვარს ცხენები, ბევრი ცხენა ვიცით საკმაოდ და ძირითადად მათ ვიყენებ კითხვის, წერის, ფილმების ყურებისთვის და ძალიან მედგება, ბევრი ენა უკვე დიდი ხანი აღარ მომისმენია და ისევ მინდა დაუბრუნო ჟღერადობა ჩემს ყურებს და გავიხსენო და ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნებოდა უკრაინულიც იმ დონემდე ვიცოდე როგორც რუსული, თუმცა სამწუხაროდ მაგდომდე ნამდვილად არ ვარ პოლონური უკრაინული ასე თუ ისე მის რუსული რადგან ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ მაინც იმ დონემდე არ ვარ სამწუხაროდ როგორც მე მინდა ვიყო და ერთხელ მახსოვს ვიტყარი ვიღაცას რომ აი უბრალოდ წერა მიყვარს სხვადასხვა ენებზე, მაგრამ ხალხი ამას ვერ გაიგებს რუსულადაც რო დავწერო რაღაცა ალბათ ჩამქოლა მეთქო და მაგრამ აი ჩემთვის წერდი ყოველთვის და რუსულს არც ვამშალნებდი, იმიტომ რომ ძალიან ცუდა მოკიდებულება მაქვს მათი პოლიტიკის მიმართ, წერილობა რო დიდებული აქვთ, მაგათ საერთოდ ვერაფერში ვერ შეედავები, მაგრამ ხალხი აი არ მინდა ვთქვა უმეტესი სამარცხვინო ისეთ პოლიტიკას როგორცაც ირჩევენ, როგორც ამჟამად რო აქვთ, ამიტომაც. მაგრამ ერთ რუსულ ლექსს მან შემოგაპარებთ უფრო ამის თემატიკიდან გამომდინარე მათლან ზღვაზევია და ასე რომ მაინტერესებს უბრალოდ ერთხელ დაპოსტო სხვა რუსულ ლექსებს თავის დაპოსტოს ჩემს მიერ დაწერილს თავ შევიკავებ. Держите. Мы живем в эпохе страха, где есть войны, но не покой, где религию не отличают от мрака, где бесподобно играют в лжи. Я хотела до истины добраться, но истина скрывалась долго от меня. Все это ваша вина, кричала я из мрака, но ответа я все-таки, увы, и не нашла. ძალიან მცირე ლექსია, ამის წინ იმით გადატანით მნიშვნელობით ამეწერა და რა ვიცი, აბა მიჩემ ქორით.